ტომაჰავკები როგორც ტრამპის ბლეფი და ახლო აღმოსავლეთის სცენარი უკრაინისთვის მწვანე კაცუნები ესტონეთის საზღვარზე და მილიონი კაცის ევაკუაციის გეგმები ბალტიის ქვეყნებში. ასევე გახშირებული ავიაერიშების სტატისტიკა, რუსული ავიაერიშების უკრაინაზე და უკრაინის ენერგოსისტემის მდგომარეობა. ასევე რა თქმა უნდა, რა ხდება ფრონტზე. გამარჯობა, მე რატივარ მუჯირი ჟურნალისტი. დღეს 15 ოქტომბერია 2025 წელი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1329 დღე გავიდა. თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში. დავიწყოთ მადლობით, მადლობა ყველას, ვინც არხის გამომწერია, ვინც აქტიურობს კომენტარებში, ვინც აზიარებს ვიდეოებს თავის სოციალურ ქსელებში. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც დონაციას ეწევა და თქვენ კი ვისაც გაქვთ დონაციის სურვილი, შეგახსენებთ, რომ აღწერაში ანგარიშის ნომერია და შეგიძლიათ ნებისმიერი თანხის დონაცია. ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი და ახლა პირველად უყურებთ ამ ვიდეოს, დააჭირეთ subscribe-ს, ჩართეთ ზარის ღილაკი, რომ მოგივიდეთ შეტყობინებები, ასევე დალაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში და რა თქმა უნდა, იაქტიურეთ კომენტარებში. დავიწყოთ დღევანდელ ეპიზოდში ვისაუბრებ ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე და დავიწყოთ ტომაჰავკების საკითხით. რა თქმა უნდა, ტომაჰავკები დაეხმარება უკრაინას და ეს არის ნამდვილად კარგი სამხედრო დახმარება, თუმცა აქ საგულისხმოა, რომ გავრცელდა ეგრეთ წოდებული ინსაიდერული ინფორმაციები, რომ დაახლოებით 51 ფრთოსან რაკეტაზეა საუბარი. 50 ტომაჰავკი, რა თქმა უნდა, არ არის ის რაოდენობა და ზოგადად ტომაჰავკების ესე გადაცემა არ არის ის, რაც სტრატეგიულ ცვლილებას მოახდენს ომში. რა თქმა უნდა, ეს დაეხმარება უკრაინას კონკრეტული ენერგოობიექტების თუ სხვა სამხედრო სამიზნეების განადგურებაში რუსეთის სიღრმეში. მაგრამ ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ეს ერთგვარი ბლეფია ტრამპის ხელში და ცოტა ხანში უფრო ცვლად ავხსნი, რას უგულისხმობ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ტომაჰავკი არ არის აბსოლუტური იარაღი, რომელსაც ვერ ჩამოაგდებენ, მათ შორის რუსულ ფრთოსან რაკეტებსაც აგდებს უკრაინული მხარე და რო ჩავთვალოთ, რომ თქვა 50%-იანი სიზუსტით იმუშავებს ასე ვთქვათ, რუსული საჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, გამოვა, რომ თუ კი მართლა 50-ს გადაცემენ, გამოვა, რომ ნახევარს ჩამოაგდებენ, ანუ მხოლოდ 25 რაკეტა მიაღწევს სამიზნეს. რა თქმა უნდა, არ არის ცოტა 25 სამხედრო ობიექტის განადგურება, თუმცა, როგორც გითხარით, ეს არ არის ის, რაც შეცვლის ომის მიმდინარეობას. ახლა რატო ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უფრო ბლეფია ტრამპის მხრიდან? და ამ ყველაფერს დაუკავშირებ ეგრეთ წოდებული ახლო აღმოსავლეთის სცენარს უკრაინისთვის. ტრამპი თვლის, რომ დიდ წარმატებას მიაღწია ახლო აღმოსავლეთში ომის შეჩერებით და მართლაც სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. ისრაელელი ტყვეები დაბრუნებულები არიან, ასევე ჰამასის მათ შორის სამუდამო რომ ჰქონდა მსჯილი, ასეთი ხალხი არის თავისუფალი და ერთი შეხედვით მშვიდობა დადგა ახლო აღმოსავლეთში, თუმცა რამდენად ძელვადიანია ეს მშვიდობა, ამას რო გვანახებს, მე ასე ვთქვათ სკეპტიკოსების რიგში დავრჩები, რომ ეს ასე ვთქვათ მომავალში აუცილებლად დაერღვევა და როდესაც ვამბობ მომავალს არ გულისხმობ რომ როდესმე, არამედ გულისხმობ იმას, რომ პროგნოზირებად მომავალში ეს მშვიდობა დაერღვევა. ამაზეც ცოტას ვისაუბრებ, თუმცა მანამდე ისე უკრაინის საკითხს რო დაუკავშირდეთ, რას ცდილობდა ასე ვთქვათ ტრამპი პირველ ეტაპზე უკრაინისთვის, ეს იყო მოლაპარაკება პუტინთან, ზეწოლა ზელენსკიზე და ასე ომის დასრულება. და ზუსტად იგივე სცენარი გაითამაშა ახლო აღმოსავლეთში, მოლაპარაკება ყატართან, რომელიც თავის მხრივ ჰამასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას და ზეწოლა ნეთანიაჰუზე და შედეგად ამან შედეგი მისცა ტრამპს და ეს თავის სადმოყვარი მშვიდობა დაამყარა. მე ვფიქრობ, რომ ახლა ტრამპი კიდევ ერთხელ ეცდება გაიმეოროს იგივე სცენარი უკრაინასთან მიმართებაში. ანუ პირველ ეტაპზე, როდესაც ჰამას უბრალოდ გაფრთხილებებს აძლევდა ტრამპი, რომ აი თუ კი არ შეწყვეტ
ომს, თუ კი არ გაათავისუფლებთ ტყვეებს, რაც ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვევით და ისეთ ნაბიჯებს გადავდგამ, რომ თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, ამან ჰამასზე არ იმუშავა, ისინი აგრძელებდნენ ისრაელელი ტყვეების დატოვებას, ასევე ხდებოდა ისრაელის მხრიდან სამხედრო ზეწოლა. შემდეგ უკვე მოხდა ისე, რომ ისრაელის არმია ღაზაში შევიდა, boots on the ground, როგორც იტყვიან, ამან გააძლიერა ზეწოლა ჰამასზე. შემდეგ ტრამპმა გააძლიერა მოლაპარაკებები ყატართან, ასე ვთქვათ, დიდი ბიძიები დაალაგდნენ და შემდეგ უკვე ჰამასი ეძულებული გახდა, რომ ამ თანხმობაზე წასულიყო. ვფიქრობ, რომ ახლა აი ამ ტომაჰავკებით ტრამპი ფიქრობს, რომ იგივე სცენარს გაითამაშებს რუსეთ-უკრაინის ომში, ანუ ტომაჰავკების უკრაინისთვის გადაცემით და შემდეგ ტომაჰავკებით წარმატებული იერიშებით ზეწოლას მოახდენს, სამხედრო ზეწოლას მოახდენს პუტინთან, მერე პუტინთან მოილაპარაკებს რაღაცაზე და კვლავ ეცდება ზელენსკიზე ზეწოლას, რომ მიიღოს ესა თუ ის სამშვიდობო პირობები და ასე დაამყაროს მშვიდობა. ვფიქრობ, რომ აი ამ სცენარის გათამაშებას ეცდება ახლა ტრამპი, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ამ კვირაში უკვე ამერიკაში იმყოფებიან უკრაინის მაღალჩინოსნები, პარასკევს კი დაგეგმილი არის ზელენსკის ჩასვლა ვაშინგტონში, ასევე დაანონსებულია, რომ დღეს 15 ოქტომბერს ოღონდ ამერიკის დროით საღამოს გაჟღერდება რაღაცა სიახლე შეიარაღების გადაცემასთან დაკავშირებით. მოკლედ სცენარი ჩემი აზრით ასე ვითარდება, რომ ახლა ტრამპი შეეცდება გარკვეული ტიპის შეიარაღება მისცეს უკრაინას იმისთვის, რომ უკრაინამ გაზარდოს სამხედრო ზეწოლა რუსეთზე, რომ შემდეგ უკვე ტრამპი მოელაპარაკოს პუტინს პუტინის მხრიდან ცუდი პირობებით და მერე მოახდინონ კიდევ ერთხელ ზეწოლა ზელენსკიზე, რომ ეს ომი დასრულდეს. ნახოთ ამ მიმართულებით როგორ გავითარდება მოვლენები, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს მორიგი ფუჭი მცდელობა იქნება და მორიგი ფუჭი მცდელობა იქნება იმდენად, რამდენადაც ტრამპმა საბოლოოდ უნდა გაიაზროს, რომ პუტინის სურვილი არ არის ამ ომის დასრულება ნებისმიერი პირობებით. პუტინს უნდა ამ ომის დასრულება საკუთარ პირობებზე, საკუთარი პირობები კი შეგახსენებთ არის დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია და უკრაინის ნატოში არ გაწევრიანება. ეს კი გულისხმობს უკრაინის არმიის განიარაღებას, ასევე ზელენსკის ადმინისტრაციის შეცვლას რუსეთისთვის სასურველი ხელისუფლებით და ასევე, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის უფლების ჩამორთმევას თავად აირჩიოს ალიანსები და ამ შემთხვევაში გულისხმობთ კონკრეტულად ნატოში გაწევრიანებას. როდესაც ახლო აღმოსავლეთის სცენარზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ასე ვთქვათ, მშვიდობა, რომელიც ახლა დამყარდა, ჩემი აზრით არ არის ხანგრძლივი, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ნახეთ, რომ უბრალოდ საინფორმაციო ომი წააგო ისრაელმა და საინფორმაციო ომი წააგო იმის გამო, რომ ის ინტენსიურ ავიადარტყმებს ახორციელებდა ღაზას სექტორზე და ძალიან მაღალი იყო მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი. თუმცა ის, რომ მთელი ევროპის დედაქალაქები, მათ შორის ამერიკაც მოიცვა პალესტინის მხარდაჭერ საფარქვეშ აქციებმა, მე წინა ეპიზოდებში გეუბნებოდით, რომ ეს არის იმ ანტისემიტური ძალის გაღვიძება, რომელიც ევროპაში არსად წასულა და უბრალოდ უხერხული იყო ამაზე საუბარი ჰოლოკოსტის შემდეგ და ის, რომ სწორედ ეს ანტისემიტური გამოსვლები იყო და არა მშვიდობიანი პალესტინელების მხარდაჭერის, ამაზე მიუთითებს ფაქტები, რომელიც ამ მშვიდობის დადგომის შემდეგ მოხდა. ფაქტები კი ასეთი არის, რომ ჰამასი დაერია ყველას, ვინც რამეს ისე არაკეთებდა, როგორც თვითონ თვლიდნენ საჭიროდ და პირდაპირ ხელფეხს შეკლოს ქუჩაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხრეტენ, აწარმოებენ სადამსჯელო ოპერაციებს და მე არ მინახია არც ერთი აქცია, არათუ ამერიკაში, არამედ არც ერთ ევროპის დედაქალაქში, რომ აი ეს საწყალი მშვიდობიანი პალესტინელები დაეცვათ და მოეთხოვათ ჰამასისგან, რომ ასეთ აქტებს ნუჩადიან. ეს არის პირდაპირ სიკვდილით დასჯის ოპერაციები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არ არის ავიადარტყმა, რომლის თავარი მიზანი ჰამასელი ტერორისტების განადგურებაა და აქვს გვერდითი ეფექტი მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის სახით. არა, ეს არის პირდაპირ წესით მშვიდობიანი მოქალაქეების ხელფეხშეკრული, შეუიარაღებელი, თუნდაც სამხედრო ტყვეების დახვრეტა პირდაპირ საჯაროდ ქუჩაში და შესაბამისად თუ კი ვინმეს მართლა ანაღმებს მშვიდობიანი პალესტინელების და ადამიანების ბედი, ისინი უნდა გამოსულიყვნენ ამის წინააღმდეგაც. ასე რომ ბატონებო და ქალბატონებო, როდესაც ვამბობდი, რომ ეს იყო სწორედაც ანტისემიტური განწყობებით განპირობებული აქციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სწორედ ამას გულისხმობდი. ამ ხალხს სინამდვილეში საერთოდ არ ანაღლებს პალესტინელები, მათი მთავარი განწყობები არის ანტისემიტური. გარდა ამისა, თავად პალესტინელების
განწყობებიც უნდა გვესმოდეს, ხომ? მათ უარი აქვთ არაერთხელ ნათქვამი ორ სახელმწიფოზე, მათი მშობლების შულებს ზრდიან ებრაელების ზიზღით და არათუ ისრაელის სახელმწიფო ამ მოცემულობაზე, არამედ ზოგადად ებრაელი ხალხის არსებობა არის მათთვის მიუღებელი და სწორედ ამიტომ მგონია, რომ ეს ომი ვერ დასრულდება კი, დასრულდა, ასე ვთქვათ, თუმცა ეს მშვიდობა ხანგრძლივი ვერ იქნება. დარწმუნებული ვარ, ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე, რომელიც იქ ჩატარდება, პირველივე არჩევნებზე სწორედ ჰამასი მოიგებს და არა ვინმე სხვა, ვინც იტყვის, რომ ისრაელთან თანაცხოვრება უნდა ვცადოთ. არა, აუცილებლად ისინი მოიგებენ, ვინც გააგრძელებენ რიტორიკას, რომ ისრაელი უნდა გაქრეს. ასე რომ ასე ვთქვათ, აი ამ პალესტინელების მხარდაჭერის ქვეშ ფრთხილად ვიყოთ, რომ ეს ანტისემიტიზმი ჩვენც არ გადაგვედოს. ახლა რაც შეეხება სხვა საკითხებს და სხვა საკითხებზე, რა თქმა უნდა, დაუბრუნდეთ ისევ რუსეთ-უკრაინას და რუსეთის ქმედებებს და იმ ესკალაციის სპირალს, რომელშიც ისინი არიან. ამ ესკალაციის სპირალის კიდევ ერთი ნიშანი ნახეთ და ეს არის ეგრეთ წოდებული მწვანე კაცუნები. პირდაპირ ესტონეთის საზღვარზე, ესტონეთმა დაკეტა ეს საზღვარი, ერთჯერადი ინციდენტი იყო, ასე ვთქვათ, თუმცა ინციდენტი მაინც დაფიქსირდა და ეს დაემთხვა, ასე ვთქვათ, მილიონი ადამიანის ევაკუაციის წვრთნებს ბალტიის ქვეყნებში. რას გულისხმობს ახლა ეს მილიონი ადამიანის ევაკუაციის წვრთნები? ეს გულისხმობს, რომ იმ სასაზღვრო რეგიონებიდან, რომელთაც ბალტიის ქვეყნები რუსეთს ესაზღვრებიან, მოხდეს საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეების ევაკუაცია უფრო დასავლეთით. რას მისცემს ახლა ეს ესტონეთს, ხომ? თავისთავად და არა მხოლოდ ესტონეთს, ზოგადად ბალტიის ქვეყნებს. მათი მოცულობიდან გამომდინარე, უკიდურესი აღმოსავლეთიდან, თუნდაც უკიდურესი დასავლეთით მოახერხონ მოქალაქეების გადაყვანა, ეს, ასე ვთქვათ, სტრატეგიულ დონეზე არაფერს არ ცვლის, რადგან რუსულ შეიარაღებაში არის საკმარისი შორსროლელი შეიარაღება, რომელიც მთელს ტერიტორიას ფარავს, არა მხოლოდ აღმოსავლეთს, არამედ უკიდურეს დასავლეთსაც და მეტიც იმის იქითაც გადის. შესაბამისად, ეს წვრთნები საჭირო არის რამდენიმე მიმართულებით. პირველი იმ მიმართულებით, რომ ომის დაწყების შემთხვევაში ქვეყანაში არ შეიქმნას ქაოსი და მოხდეს მოქალაქეების, ასე ვთქვათ, ორგანიზებული გადაადგილება და შეხების წერტილიდან გაცვლა, იმიტომ რომ საბრძოლო მოქმედებების დროს უშუალოდ ჯარებს შორის შეხების წერტილში სამოქალაქოების ყოფნა დამატებითი, ასე ვთქვათ, პრობლემაა, იმიტომ რომ ის, ასე ვთქვათ, დამატებითი თავის ტკივილი არის შეიარაღებული კონფლიქტისთვის, ამიტომ ეს ტერიტორია სასურველია, რომ სამოქალაქოებისგან დაცლილი იყოს. გარდა ამისა, ჩემი აზრით, აქ დაიტესტა ასევე გზების გამტარუნარიანობა და დაიტესტა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ფინანსები, რაც საჭირო გახდება მსგავსი ოპერაციის შესატარებლად. მოდი ძალიან უხეშად დავთვალოთ, აი არსაიდან მოვიტანოთ 50 евро ერთი კაცი, ხო? ერთი კაცის გადაადგილება შესაძლოა რომ დაუშვათ, შესაძლოა დაჯდეს 50 евро. თუ კი ეს დაჯდება 50 евро ერთი კაცი და საუბარი არის მილიონზე, გამოდის რომ მხოლოდ მილიონი ადამიანის ერთი დღის ევაკუაციას დაჭირდება 50 მილიონი евро. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიძახე, ეს უბრალოდ არსაიდან მოტანილი და არაფერზე დაფუძნებული რიცხვი არ არის. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ერთ-ერთ მიზანს ამ წვრთნებისას ესეც წარმოადგენდა, რომ დაეთვალათ რეალურად რა ხარჯები შეიძლება იყოს ამაში, აი ამ ევაკუაციაში. კიდევ რაც უნდა აღენიშნოს ევაკუაციასთან დაკავშირებით, როგორც გითხარით, არის ის, რომ არ განმეორდეს დაუშვათ ბუჩა. ერთ-ერთი აუცილებლობა ევაკუაციის ეს არის, იმიტომ რომ ოფიციალური მონაცემებით ერთი თვის ოკუპაციის პერიოდში ბუჩაში 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ანუ საუბარი არ არის აქ ოპერაციის დაწყების დროს ან რაღაც, არა, ან გასვლის დროს, არა, ოკუპაციის პერიოდში უშუალოდ სანამ რასაც ქვია boots on the ground რუსული ჩექმა იყო ბუჩას ტერიტორიაზე, აი ამ ერთვიან პერიოდში 500 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და ბუჩა არის პატარა დაბა, წავკისზე პატარა დაბა, ასე ვთქვათ და თქვენ წარმოვიდგინეთ რამ ხელამ მსხვერპლი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ კი რუსების შეჭრის შემთხვევაში რაღაცა ტერიტორიის დაკავებას მოახერხებენ ბალტიის ქვეყნებში, შესაბამისად მსგავსი ტიპის მსხვერპლი რომ იქნას თავიდან ნაცვლებული, მათ შორის ამიტომაც არის აუცილებელი
აი ამ ევაკუაციის ცვლილების ჩატარება და დაგეგმვა კიდევ ერთხელ შევაჯამოთ ხო რა იგეგმება? იგეგმება გზების გამტანურიანობა, იგეგმება რამდენად მზად არიან ძალები მოქალაქეებთან ურთიერთობისთვის და მათი ევაკუაციის გეგმების შესრულებისთვის და ასევე რაც თავარია ფული, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ომი არის პირველ რიგში ფული და არაფერი ფულის გარდა შესაბამისად ეს თანხაც დასათვლელია რა დაჯდება მოქალაქეების ევაკუაცია. თუ კი არხს ამ დრომდე უყურებთ და ვიდეო ჯერ არ დაგილაიქებიათ, ახლა დალაიქეთ ვიდეო, თქვენ კი ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, გთხოვთ გამოიწეროთ არხი. ახლა გადავიდეთ გახშირებული ავიაიერიშების, რუსული ავიაიერიშების სტატისტიკაზე, რომელიც უკრაინის მიმართულებით მიმდინარეობს. ერთ-ერთ წინა ვიდეოში შევაჯამე ოქტომბრის პირველი 5 დღის სტატისტიკა და ჩვენ ნახეთ, რომ იმ 5 დღეში ორი მასიური თავდასხმა მოხდა, შეტევა მოხდა უკრაინაზე და მაშინ განცდა, რომ რუსეთმა ან საგრძნობლად გაზარდა სამხედრო წარმოება უპილოტოების ბალისტიკურების და ფთოსანების მიმართულებით, ან ჰქონდათ დაგროვილი გარკვეული მარაგები. შემდეგმა სტატისტიკამ ჩვენ გვაჩვენა, რომ უბრალოდ რაღაცა ეს ერთჯერადი აქტი იყო, ნახევარით გავიდა და ახლა შევაჯამოთ ინფოგრაფიკაზე, სწორედ 5 ოქტომბრიდან დღემდე 15 ოქტომბრამდე მიმდინარე პროცესები, ხო? ამ ხნის განმავლობაში 6 ოქტომბერს 116 უპილოტო, 7 ოქტომბერს 154 უპილოტო, 8 ოქტომბერს 183 უპილოტო, 9 ოქტომბერს 112 უპილოტო, 10 ოქტომბერს 465 უპილოტო და ამავე დღეს გაუშვეს 12 ფრთოსანი და 14 ბალისტიკური რაკეტა, შემდეგ უკვე 11 ოქტომბერია და 78 უპილოტოა, 12 ოქტომბერს 119 უპილოტო და 12 ოქტომბერს დამატებით 1 ფრთოსანი რაკეტა, ხოლო 13 ოქტომბერს 82 უპილოტო, 14 ოქტომბერს 96 უპილოტო. როგორც გითხარით, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები მხოლოდ 10 და 12 ოქტომბერს, ასე ვთქვათ, გაუშვეს. აქვე ნახოთ სტატისტიკა როგორი არის ჩამოგდებების, მოკლედ ისევ პირველ რიგში ფრთოსანებზე რო ვისაუბროთ, 116 ფრთოსანიდან 83 ჩამოვაგდეს, 154-დან 88, 183-დან 154, 112-დან 87, 465-დან 405, 78-დან 54, 119-დან 103, 82-დან 69 და 96-დან ასევე 69, რაც შეეხება ფრთოსანებს, 13 გაშვებული ფრთოსანიდან 9 ჩამოვაგდეს, ხოლო ბალისტიკურებსაც შეეხება 14 გაშვებული ბალისტიკურიდან 6 ჩამოვაგდეს. როგორც ხედავთ, ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებთან ასე კი კვლავ უჭირთ, ასე ვთქვათ, გამკლავება უკრაინელებს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ამ სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, ეს გვაჩვენებს, რომ აი ის რაც პირველ 5 დღეში ვნახეთ, ანუ 5 დღეში ორი მასირებული თავდასხმა, ასეთი არ მოხდა. მას შემდეგ კიდევ 10 დღე გავიდა და მხოლოდ ერთი მასირებული თავდასხმა იყო, ანუ ჯამურად რო ავიღოთ 15 დღეში 3 მასირებული თავდასხმა და ეს დაახლოებით იგივე სტატისტიკა მართალია ოქტომბრის შემთხვევაში სხვადასხვა ინტენსივობით მოხდა, თუმცა საშუალოზე რო გადავიყვანოთ 15 დღეში 3 მასირებული თავდასხმა დაახლოებით იგივე ტენდენცია რაც წინა თვეებში ნარჩუნდებოდა, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ კი წინა ვიდეოში ვივარაუდეთ, რომ საგრძნობლად იყო გაზრდილი რუსული სამხედრო წარმოება ან მარაგები ამ მიმართულებით, როგორც ჩანს, არაფერი განსაკუთრებული და ისევ დაახლოებით იგივე სტატისტიკაში რჩებიან. როდესაც სტატისტიკაზე ვლაპარაკობთ აი ამ გაშვებულ და ჩამოგდებულ უპილოტოებზე თუ რაკეტებზე, ფრთოსანზე თუ ბალისტიკურზე, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის რაღაცა ვაშლების დაკრეფის სტატისტიკას არ ვაწარმოებთ, ხო ისინი მიმართულია მთლიანად ენერგოსისტემაზე მეტწილად და ახლა განვიხილოთ როგორი სიტუაცია არის უკრაინაში ენერგეტიკის მიმართულებით, მით უფრო რომ ოქტომბერში დაწყებული ეს მთელი მასირებული თავდასხმები და ყოველდღიური თავდასხმები ძირითადად ელექტროენერგიის და ზოგადად ენერგეტიკის მიმართულებით არის მიმართული. პირველი ბრძოლა შუქისთვის, ასე ვთქვათ, გაიმართა
ომის დაწყების წელსვე 2022 წლის 10 ოქტომბერს მოხდა ესეთი მასირებული თავდასხმა ენერგოობიექტებზე და 2022 წლის შემოდგომიდან 2003 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდა ასეთი მასირებული თავდასხმები. მაშინ ასე ვთქვათ, სამიზნეში იყო ამოღებული გენერატორები და გამანაწილებლები ელექტროენერგიის და ისე მოხდა, რომ კიევისა და ოდესის ოლქებში რამდენიმე დღის განმავლობაში, თითქმის კვირების განმავლობაში უწევდათ ელექტროენერგიის გარეშე ყოფნა მოქალაქეებს. მაშინ გამოჩნდა პირველად საჭიროება, ასე ვთქვათ, გენერატორებით დახმარების უკრაინის, თუმცა მანამდე, როგორც ასე ვთქვათ, ამ მასირებული თავდასხმებიდან ცოტა ხანში გახდა ცნობილი, პრაქტიკულად მიღებული იყო გადაწყვეტილება კიევის ევაკუაციის, რადგან ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი ქალაქის, ასე ვთქვათ, შენარჩუნება რთული ხდებოდა, მაგრამ იმ პერიოდში გამოჩნდნენ ახალი გმირები უკრაინაში, ასე ვთქვათ, ესენი იყვნენ ენერგეტიკოსები, ელექტრიკოსები, რომლებმაც მოახერხეს დაბომბვების პარალელურად სისტემების აღდგენა და ევაკუაცია საჭირო არ გახდა, ასევე მაშინ მოხდა მობილიზება დასავლური სამყაროსი და უკრაინას გადაეცა გენერატორები საკმაოდ დიდი რაოდენობით და მაშინ, ასე ვთქვათ, ეს ბრძოლა შუქისთვის, პირველი ბრძოლა შუქისთვის უკრაინამ მოიგო და 2023 წლის გაზაფხულის შემდეგ თითქმის 1 წელი მსგავსი პრობლემები უკრაინას აღარ ჰქონია. ბუნებრივად შემდეგი ბრძოლა უშუქობისთვის ლოგიკური იქნებოდა, რომ გამართულიყო 2023 წლის შემოდგომაზე, თუმცა მაშინ, ასე ვთქვათ, რუსეთმა სტრატეგია შეცვალა და უკვე 2003-ის შემოდგომა ზამთარში აღარ ბომბავდა ელექტრო და ენერგეტიკულ სფეროებს, არამედ დაიწყო უკრაინის სამხედრო წარმოების ქარხნების დაბომბვა და ასევე ფრონტის დაბომბვა, თუმცა როგორც მოგვიანებით ნახეთ, ამანაც არ იმუშავა, ფრონტი არ ჩამოიშალა, ხოლო რაც შეეხება სამხედრო წარმოებას, პირიქით გაიზარდა და რომ არ შემეშალოს მონაცემები, დადასტურებულად ვიცით, რომ 2024-ში სამხედრო წარმოება 2023-თან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა. შესაბამისად, ეს თავდასხმაც სამხედრო წარმოებაზე ჩავარდა. შემდეგ უკვე ენერგეტიკაზე დარტყმები გაგრძელდა და ასე ვთქვათ, მასირებული გახდა 2024 წლის გაზაფხულზე და მაშინ თუ კი ასე ვთქვათ, პირველ ეტაპზე ენერგეტიკაზე თავდასხმები მოდიოდა გამანაწილებლებზე, ახლა უკვე რუსებმა დაიწყეს გენერაციის, ანუ წარმოების დაბომბვა და საკმაოდ დიდ ეფექტს მიაღწიეს, ასე ვთქვათ, მაშინ პრაქტიკულად ელექტროენერგიის გარეშე დატოვეს რამდენიმე ოლქი და ის რომ სისტემა არ ჩამოიშალა, მხოლოდ და მხოლოდ იმის დამსახურება იყო, რომ 3 ატომურ ელექტროსადგურზე გადაიარება თელმა წნეხმა, თან როგორც გითხარით, ეს გაზაფხულის პერიოდი იყო და არა ზამთრის პერიოდი და შესაბამისად ისეთი მაღალი ელექტროენერგიის მოხმარება აღარ იყო, შესაბამისად პუტინმა გადაწყვიტა, რომ ატომურ ელექტროსადგურებზე პირდაპირ დარტყმები არ განეხორციელებინა, რადგან ალბათ ჩათვალა, რომ ეს ამას მსოფლიო ჩათვლიდა ბირთვულ თავდასხმად, ასე ვთქვათ, შესაბამისად ეს მეორე ბრძოლაც შუქისთვის უკრაინამ მოიგო, ხოლო უკანასკნელი მესამე ბრძოლა ენერგიისთვის დაიწყო სულ ცოტა ხნის წინ, ანუ წლევანდელ შემოდგომაზე, როგორც გითხარით, უკვე ბოლო 15 დღეში, ასე ვთქვათ, ანუ არა 15 დღეში, არამედ 1 თვესა და 15 დღეში, ანუ სექტემბრიდან დაწყებული ამ შემოდგომის კამპანიაზე 36-ჯერ განხორციელა მიფრენა ერთსა და იმავე ენერგოობიექტებზე უკრაინაში. ოღონდ ამჯერადაც სტატისტიკა და სტრატეგია შეცვლილია და ახლა ძირითადი დარტყმის ობიექტები არის გაზმომპოვებელი, ბუნებრივი აირის მომპოვებელი საწარმოები თუ ობიექტები და ამ მხრივ საკმაოდ რთული მდგომარეობა, რადგან კიევში უკვე მოუწიათ რამდენიმე დღე ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა, ასევე ჩერნიხევის ოლქში მიმდინარეობს ელექტროენერგიის მიწოდება გრაფიკით, ამ ყველაფერმა გამოიწვია წყლის მიწოდების სისტემების შეფერხება, წყალიც გრაფიკით აქვს ჩერნიხევში და სკოლა და სასწავლო პროცესი საერთოდ ონლაინ პროცესი არის გადასული, ასევე სერიოზული დარტყმები არის ოდესის მიმართულებით. უნდა აღინიშნოს, რომ თუ კი ასე გაგრძელდება ბუნებრივი აირის
მოპოვებაზე დარტყმები უკრაინას გაზაფხულამდე მოუწევს 4.5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის, ასე ვთქვათ, იმპორტი. რის ფასიც ჯამურად გამოვა 2 მილიარდი ევრო. და 2 მილიარდი ევროს თავი დავანებოთ, საიდან უნდა მოხდეს ზოგადად ამ გაზის იმპორტი, ესეც საეჭვო არის. მიუხედავად ამისა, ასე ვთქვათ, აი ამ მასშტაბური თავდასხმების ფონზე უკრაინამ ამოქმედა ისევ საერთაშორისო ინსტრუმენტები G7-ის ქვეყნებს მიმართა იმისთვის, რომ გამოიყოს აღმდგენი საშუალებები და ასევე თანხები აი ამ გაზის იმპორტისთვის. ამ დროისთვის მოლაპარაკებები გრძელდება, საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული არ არის, თუმცა ჯერჯერობით, რასაც სტატისტიკა გვიჩვენებს, აი ამ მასშტაბური თავდასხმების შედეგად მიყენებულ ზიანს, ასე ვთქვათ, უკრაინელი ენერგეტიკოსები რამდენიმე საათში აღადგენენ ხოლმე და ჯერ არ ყოფილა ამ სეზონზე ყოველ შემთხვევაში შემთხვევა, როდესაც კიევში დაფიქსირდა ელექტროენერგიის გათიშვა დღეებით, რამდენიმე საათით, რამდენჯერმე დაფიქსირდა, როგორც გითხარით. თუმცა ამის პარალელურად ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელებიც უტყამენ, ასე ვთქვათ, რუსებს სიღრმეებში, სწორედ ენერგოობიექტებზე. თქვენ ჩემი წინა ვიდეოებში ვერ ნახავდით განსაკუთრებულ აქცენტს ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ბევრი კითხვის ნიშანი იყო. კი, რა თქმა უნდა, არის წარმატებული მიფრენები რუსეთის აი ამ ენერგომომპოვებელ სისტემებზე. მათ შორის ფიქსირდება რამდენიმე ოლქში A92 ხარისხის ბენზინზე რიგები. იყო ბელგოროდში ბლეკაუთი, ეგრეთ წოდებული, ანუ ელექტროენერგიის გარეშე რამდენიმე დღე მოუწიათ იქ ყოფნა. გრძელდება ბელგოროდის მიმართულებით იგივე ობიექტებზე დარტყმა, საბოლოო ბლეკაუთი მიიღონ. თუმცა ბუნებრივია, როგორც უკრაინაში, ასე რუსეთშიც ახდენენ აი ამ სისტემების, ასე ვთქვათ, აღდგენას. მაგრამ რაც აგულისხმოა, უკრაინა ამ მიმართულებით ძალიან დიდი ხანია, ასე ვთქვათ, დარტყმებს აწარმოებს, მაგრამ წარმატებული დარტყმები ბოლო რამდენიმე თვეა ხორციელდება და ამის გარშემო საკმაოდ დიდი ბუნდოვანება იყო მანამდე, სანამ ჩვენ არ გავიგეთ ოფიციალურად ინფორმაცია, რომ სატელიტურ სადაზვერვო ინფორმაციებს ამერიკელები აწვდიან უკრაინელებს კონკრეტულად რომელ ენერგოობიექტებზე უნდა განხორციელებულიყო თავდასხმები. ჩვენ ჯერ ზუსტად არ ვიცით, ზოგადი ინფორმაცია გვაქვს, რომ ამ ინფორმაციას აწვდიან, თუმცა არ ვიცით ეს ინფორმაცია თავის თავში რას გულისხმობდა. შესაძლოა ეს გულისხმობდა იმ ენერგოობიექტების ნუსხას, რომელსაც ნაკლები ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვები აქვს და შესაბამისად, სწორედ ამით იყო განპირობებული წარმატებული უკრაინული თავდასხმები რუსეთის ენერგომატარებლების მომპოვებელ საწარმოებზე და უნდა აღინიშნოს ის, რომ განგრძობათად იყო განმეორებითად ერთსა და იმავე ობიექტებზე დარტყმა, რამაც გამოიწვია სწორედ ეს დეფიციტი, რომელიც იყო, იმიტომ რომ როგორც გითხარით, პირველ ეტაპზე, როდესაც უკრაინული კამიკაძე დრონები მიფრინდებოდნენ ამა თუ იმ ენერგოობიექტზე რუსეთში, ხდებოდა დაახლოებით 2-3 დღეში მათი აღდგენა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ განმეორებითად ერთსა და იმავე ობიექტებს უტყამენ, ხშირი გვაქვს შემთხვევები, როდესაც მათი აღდგენა დროში გაწერილი ან ვეღარ ხერხდება და შესაბამისად სწორედ ამიტომ არის განპირობებული ეს, ასე ვთქვათ, კრიზისი ბენზინის და მათ შორის უკვე დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბენზინი რუსეთმა ბელარუსისგან იყიდა. შესაბამისად, ეს ნამდვილად არის უკრაინული სამხედრო წარმოების, ასე ვთქვათ, და სამხედრო სტრატეგიის ერთ-ერთი გამარჯვება, თუმცა ეს აუცილებელია განგრძობითად მოხდეს იმისთვის, რომ არა მხოლოდ, ვთქვათ, ბელგოროდში ან სადმე პერიფერიებში იგრძნონ უშუქობა, არამედ მოსკოვშიც ეს იგრძნონ, იმიტომ რომ ერთადერთი რაც რუსეთს აწუხებს, ეს არის მოსკოვი, მასთან ერთად კიდე რამდენიმე დიდი ქალაქი, პეტერბურგი და ასე შემდეგ. აქვე უნდა აღენიშნოს ნატოს გენდივანის, ასე ვთქვათ, გამკაცრებული შეიძლება ითქვას რიტორიკა, როდესაც უკვე ღიად ალაპარაკდა ნატო, რომ რუსეთი არ არის ისეთი მაგარი, როგორც მას თავი გონია და ნატოსთან დაპირისპირება მისთვის დამღუპველი იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ ნატოს ოფიციალური პირების მხრიდან ეს, ასე ვთქვათ, პირველად დაფიქსირდა აი ასეთი რიტორიკა და რიტორიკაში სიმძაფრის შეტანა.
კიდევ გავრცელდა ერთი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე შესაძლოა ტაივანის მიმართულებით ჩინეთს ჰქონდეს გარკვეული მოძრაობები და ამ დროისთვის მოთხოვოს რუსეთს ნატოს წევრ ქვეყნებზე გარკვეული თავდასხმები. ეს ჯერ მხოლოდ რაღაც რამდენიმე წყაროში და არც თუ ისე დადასტურებულად გაჟღერდა, თუმცა ასეთი ინფორმაციები რო ჟღერდება, უკვე თავისთავად საინტერესოა, შესაბამისად საკმაოდ ესე ვთქვათ სახიფათოდ ჩანს 2026-ის გაზაფხულის ზაფხულზე რა შეიძლება მოხდეს. მანამდე კი ჩვენ გადავიდეთ უკრაინის ფრონტზე, ანუ იმაზე თუ რა ხდება ფრონტის მიმართულებით, აქვე გეტყვით რომ განსაკუთრებული ასე ვთქვათ დავები არის იმასთან მიმართულებით თუ რა ხდება დობროპილიეს მიმართულებით და ამ დობროპილიეს მიმართულებაზე ასე ვთქვათ რუსული და უკრაინული დავარქვათ deep state-ს კი ბატონო, უკრაინული წყაროებით შევადაროთ, ასე ვთქვათ, რუკებზე რა მდგომარეობა არის. აქვე გეტყვით, რომ ზაპოროჟიეს მიმართულებას უკაზე არ განვიხილავ, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ, ახალი ამოცანა აქვს გერასიმოვს დასახული, რომ ქალაქ ზაპოროჟიეზე გავიდეს, 0 წინსვლა მიმართულებით, 0 წინსვლა როგორც deep state-ზე, ასევე რუსულ რუკებზე, შესაბამისად ამ მიმართულების რუკაზე განხილვას აზრი არ აქვს, მხოლოდ დობროპილია. სანამ ფრონტზე გადავიდოდე, რადგან ნატომ ასე ვთქვათ გაამკაცრა რიტორიკა, არსებობს ესეთი წყარო global firepower, ну, ასე ვთქვათ 100%-იანი წყარო არ არის, რა თქმა უნდა, ბევრ რაღაცეებში შეიძლება ცდებოდეს, ზუსტი რიცხვები ვერ მოხონდეს, თუმცა ასე ვთქვათ არის ტენდენციებს ყოველ შემთხვევაში სწორედ აჩვენებს და სწორედ იქიდან გამოტანილი მონაცემები მინდა შემოგთავაზოთ ჩინეთი, რუსეთი, ნატო, აი ესე ვთქვათ, ეგ ვხედავთ. ანუ ცოცხალი ძალა 2.850.000, 5.405.000. ავიაცია 3.285, 4.167, 20.723-ზე. ტანკები 5.250, 12.420, 14.680. შეჯავშნული სხვადასხვა ტიპის მანქანები 35.000, 30.100, 155. ფლოტის სიძლიერე 777, 605, 2059, ხოლო ავიამზიდები 2, 1 და 17. ასე რომ როგორც ხედავთ ხშირ შემთხვევაში ჩინეთს პლუს რუსეთის გაერთიანებული სიმძლავრეები ნატოსას ჩამორჩება მეტწილად. შესაბამისად აქ საუბარი იმაზე არის, რამდენად ექნება პოლიტიკური ნება ამა თუ იმ მხარეს ომში ჩაერთოს და ასევე საინტერესო იქნება მსგავსი დაპირისპირების შემთხვევაში ნატოს მხარეს იგივე შეერთებული შტატები ან თუნდაც თურქეთი თუ იბრძოლებს, თუმცა ვფიქრობ, რომ თუ კი ჩინეთიც ჩაერთო ამაში, მაშინ ამერიკის ჩართულობა გარდაუვალი იქნება. ახლა კი გადავიდეთ ფრონტზე. მას ასე დობროპილიეს მიმართულება 14 ოქტომბრის მოცემულობა, ეს არის deep state-ის რუკა და აი დობროპილია თქვათ ან ეს მონაკვეთია. ხო, ვიცით უკვე. ეს მონაკვეთი არის დობროპილიეს გარღვევა, რუსული ეგრეთ წოდებული და იგივე სიტუაცია უკვე რუსული წყაროს სლივოჩნი კაპრიზის რუკაზე. ერთი შეხედვით, ასე ვთქვათ, განსხვავებული სურათი არის, აი ეს არის deep state-ი, ეს არის სლივოჩნი კაპრიზი, თუმცა განსხვავება თუ კი ჩავზუმავთ, არის მხოლოდ იმაში, თუ როგორ აქვს შემოხაზული ტერიტორიები რუსებს და უკრაინელებს და ასევე არის კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, სხვაობა. აი არის ესეთი განსხვავება, აი ეს რუხი ზონები, რომელიც deep state-ის რუკაზე არის მონიშნული, აი ეს რუხი ზონები, არის ტერიტორიები, რომელსაც ვერავინ ვერ აკონტროლებს, აქ იგულისხმება FPV დრონებით, რა ზონებიც იფარება. შესაბამისად, აქ ამას ვერავინ ვერ აკონტროლებს, აქ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები.
უბრალოდ თუ კი გადავალთ სლივოჩნი კაპრიზის რუკაზე, ეს ტერიტორიები, ეს ტერიტორიები მონიშნულია როგორც არა რუხი ზონა, არამედ ზონა, რომელსაც აკონტროლებს რუსეთის შეიარაღებული ძალები. შესაბამისად, აქ ახლა არ ვიცი, თქვენი შეხედულებით გადაწყვეტეთ ზონა, რომელიც Deep State-ზე რუხია და იგულისხმება ის, რომ მას FPV დრონები აკონტროლებენ ორივე მხრიდან და შესაბამისად იქ შეტაკებები მიმდინარეობს და არავინ აკონტროლებს, ასე ვთქვათ, ეგრე უნდა იყოს მონიშნული, თუ უნდა იყოს მონიშნული ისე, როგორც სლივოჩნი კაპრიზის რუკაზია მონიშნული, რომ თვითონ ამას აკონტროლებენ რუსეთის შეიარაღებული ძალები. თუმცა მე რისი, ასე ვთქვათ, რაზეც მინდა ყურადღების გამახვილება არის ქალაქი სოფიევკა, აი ეს ქალაქი, გახსოვთ, რომ აწინების ეტაპში გიყვებოდით, რომ რუსები აი ამ მიმართულებიდან ცდილობენ სოფიევკაზე გადასვლას იმისთვის, რომ აი ეს გზა, მოდის გზა შავად მოვნიშნოთ, აი ეს გზა, ასე ვთქვათ, არ გამოჩნდა რუკაზე, იყოს ისევ წითელი, აი ეს გზა, რომელიც ჩადის დობროპილიეს გარღვევისკენ და საიდანაც ხდება უკრაინული ჯარების მომარაგება, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ აი კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, ალყა შეძლონ და საუბარი არის, რომ აი ამ მიმართულებიდან შეძლონ გადაჭრა და ეს დიდი დაჯგუფებაც მოახყვედრონ რუსების ეს დიდი დაჯგუფებაც მოახყვედრონ ალყაში, სწორედ ეს რომ არ მოხდეს, რუსებს ჰქონდათ მცდელობა აეღოთ აი ეს სოფიევკა და აი ეს გზა გადაეჭრათ უკრაინელების მომარაგების, მათ შორის გარკვეული რუსის სამხედრო ბლოგერები წერდნენ, რომ სოფიევკაში გამოჩნდნენ, ასე ვთქვათ, და შეაღწიეს რუსებმა, თუმცა იგივე სლივოჩნი კაპრიზზე რო გადავიდეთ, ხედავთ, რომ არათუ სოფიევკაში, არამედ შახოვეშიც კი არ არიან რუსების შესრულები, აი ეს ლურჯი მონიშნები უკრაინულ ძალებს ნიშნავს. შესაბამისად, ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, სიმშვიდი არის და უკრაინელები აგრძელებენ დობროპილიეს, ასე ვთქვათ, გარღვევის აღმოფხვრას. შესაბამისად, მთელი ეს დებატები ვის რა აქვს და რეალურად რა მდგომარეობა არის ამ მიმართულებით, შეგვიძლია აღქმების დონეზე დავიყვანოთ, ანუ არსებობს რუხი ზონები, რომელსაც FPV დრონები აკონტროლებენ, უკრაინელები თვლიან, რომ ეს უკონტროლო ტერიტორია არის და აქ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები. რუსები თვლიან, რომ საბრძოლო მოქმედებები კი მიმდინარეობს, მაგრამ თავიანთი კონტროლის ქვეშ არის. მოკლედ, ეს არის ამ მიმართულებით, რაც ხდება დობროპილიეზე. რაც შეეხება კიდევ ერთ დიდ ქალაქს, ეს არის კონსტანტინოვკა. და ჩვენ ვიცით, რომ კონსტანტინოვკა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც კონსტანტინოვკა, კრამატორსკი, სლავიანსკი ეს არის აგლომერაცია, რომელზეც გადის თავარი, ანუ დონბასის თავდაცვის თავარი ხაზი და ამ სამი ქალაქის დაცემის შემთხვევაში ფრონტის შესაძლებლად ჩამოირღვეს და შემდეგ დონეცკის ოლქის საზღვრებზე მარტივად გავიდნენ რუსები, შესაბამისად იგივე სლივოჩნი კაპრიზის რუკას ვუყურებთ, აი ჩვენ ხედავთ კონსტანტინოვკა აქ არის მონიშნული და აქ უკრაინული სამხედრო ძალები არიან განლაგებულები, ხოლო თავად რუსები, ასე ვთქვათ, აი ამ ტერიტორიაზე იმყოფებიან, ეს არის ეგრეთ წოდებული სააგარაკე ტერიტორიები ქალაქ კონსტანტინოვკასთვის, ანუ ქალაქში ჯერ შესულები არ არიან სლივოჩნი კაპრიზის რუკების მიხედვით, რაც შეეხება Deep State-ის მიხედვით, გადმოვიდეთ, აქ არის კონსტანტინოვკა, ხედავთ და აქაც პრინციპში რუხი ზონაში, ანუ ეს სააგარაკე ადგილები კონსტანტინოვკის რუხ ზონაში აქვს Deep State-ს მოქცეული, რაც ისევ იქ მივდივართ, შესაძლოა ეს იყოს ზონა, რომელსაც FPV დრონები აკონტროლებენ და მიმდინარეობს აქტიური საბრძოლო მოქმედებები, ასე ვთქვათ, Deep State-ის რუკის მიხედვით ასეთია და მე პირადად უფრო Deep State-ს დაუჯერებდი, ხოლო თავად რუსები თვლიან, რომ აი ეს ზონა დაკავებული აქვს და ეს არ არის რუხი ზონა, არამედ შესაძლოა აქ მიმდინარეობდეს საბრძოლო მოქმედებები, მაგრამ თვითონ აკონტროლებენ. ეს კონსტანტინოვკას რაც ეხებოდა, ეხლა გადავიდეთ
ჩრდილოეთით უფრო ხარკივის მიმართულებაზე. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი ხანია ცდილობენ ქალაქ კუპიანსკის აღებას და აქ მოკლედ ესეთი მდგომარეობა არის. ხედავთ, რომ სლივოჩნი კაპრიზზე კუპიანსკი არათუ 2/3-ია აღებული, უბრალოდ ქალაქის ცენტრშია ერთი დაჯგუფება შემოსული და ჩრდილო-დასავლეთიდან უკრაინული ძალების, ასე ვთქვათ, გარღვევა შეინიშნება. ხოლო რაც შეეხება Deep State-ის მიხედვით, ახლა ვიდეთ კუპიანსკში. Deep State-ის რუკების მიხედვით როგორი სიტუაცია არის. ანუ ამ შემთხვევაში გაწითლებული ზონა დაახლოებით იგივეა, რაც სლივოჩნი კაპრიზზე, აი ხედავთ, აქ არის შემოსული ქალაქის ცენტრში ეს დაჯგუფება, ხოლო აქ ხდება, აქაც იგივეა, უბრალოდ Deep State-ს უფრო ფართო რადიუსი აქვს ეგრეთ წოდებულ რუხ ზონაში, ანუ იქ, რასაც FPV დრონები აკონტროლებენ და მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები და ჯერჯერობით არ არის დატანილი Deep State-ის რუკაზე, აი უკრაინელების ეს შეტევა, რომელიც რუსებს თავის რუკაზე დატანილი აქვს. შესაბამისად, მე როდესაც ვამბობ, რომ შესაძლოა Deep State კი აგვიანებს გარკვეულ მონაცემების დატანას, თუმცა ის აგვიანებს არა რაიმე სუბიექტური აღქმებით, ან თქვათ, უკრაინული პოზიციების გასამყარებლად, არამედ იმიტომ, რომ სანამ ბევრი წყაროდან არ ექნება დადასტურებული ამა თუ იმ შეტევაზე თუ პოზიციების დაკავებაზე ინფორმაცია, უბრალოდ არ აქვს დატანილი თავის რუკაზე. შესაბამისად, ჩვენ ნახეთ, რომ რამდენიმე შემთხვევაში, ასე ვთქვათ, უკრაინელებისთვის უფრო საიმედო მონაცემები აქვს, თუმცა აი აქ იგივე კუპიანსკის მიმართულებაზე ვხედავთ, რომ დაახლოებით ემთხვევა რუსების მონაცემებს და დამატებით უკრაინული გარღვევის შესახებ ჯერჯერობით Deep State-ზე არაფერი არ არის. პრინციპში მეტ მიმართულებაზე არსად განსაკუთრებული ცვლილებები არ არის, როგორც გითხარით, ზაპოროჟიეს აღება კი უნდა, თუმცა იქ ასე ვთქვათ, ბოლო მონაცემებით არაფერი არ შეცვლილა, არც ერთი კილომეტრით წინწაწევა არ ფიქსირდება არც Deep State-ის და არც სლივოჩნი კაპრიზის რუკაზე. პრინციპში ფრონტის მიმართულებით სულ ეს იყო. ასეთი იყო დღევანდელი ეპიზოდი, ვფიქრობ არაფერი გამომრჩა. დალაიქეთ ვიდეო, თუ კი არ დაგილაიქებიათ, გამოვიწერეთ არხი, ვისაც არხი არ გაქვთ გამოწერილი, ასევე შეგახსენებთ, რომ დონაციის მსურველებს შეგიძლიათ ნებისმიერი თანხის დონაცია ანგარიში აღწერაშია, თქვენ კი ვინც ამ დონაციას ეწევით, განსაკუთრებული მადლობა. დროებით ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.